გამარჯობა მეგობრებო, ეს გადაცემა ირაკლი მარტინიკოს ხედვაა, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მე ვარ ირაკლი მარტინიკო და დღეს ვილაპარაკებ ძალიან საინტერესო თემაზე, ჩემი აზრით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა პოლიტიკურ დღის წესრიგიდან გამომდინარე, საქართველოში რა პრობლემებია იმისთვის, რომ გავიგოთ ამ თემას მინდა შევეხო ცოტა ფილოსოფიური კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ ნაკლებად არის ასეთი ტიპის თემატიკა საქართველოს რაც გადავხედე ყოველ შემთხვევაში არ შემხვედრია ასეთ თემებზე ბევრი საუბარი, რამდენიმე არის რა თქმა უნდა. და ჩემი აზრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, აი ასეთ თემებზე მინდა საუბარი დავსვათ ფილოსოფიური შეკითხვა. და შევეცადოთ დღევანდელ გადაცემაში გავცეთ პასუხი თუ რა პრობლემებია მაგ მიმართულებით საქართველოში. დღევანდელი გადაცემის თემა იქნება რა არის იდეოლოგია და საერთოდ რისთვის არის ის საჭირო? არის თუ არა საერთოდ საჭირო? მანამ დავიწყებ თემაზე გადასვლას, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ტელევიზია თავიდან ბოლომდე თქვენი დახმარებით ფუნქციონირებს, თქვენი შემოწირულობებით ეკრანზე გამოტანილი ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ რომ ჩარიცხოთ თანხა, ასევე მითითებულ ნომერზე, ტელეფონის ნომერზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ პირადი გზავნილი ჩემს სახელზე და ესეც ასევე დაგვეხმარება. გადავიდეთ, მოდით თემაზე, ჩემი აზრით ეს არის ის თემა, რომელიც აი ხა დღევანდელ გადაცემაში შევეცდები ამომწურავად, მაქსიმალურად მარტივი ენით, რომ ავხსნათ ზოგადად რა ვითარებაა იდეოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში, რომელი იდეოლოგიური მიმდინარეობებია აქტუალური, რომელი პოლიტიკური ძალა, რომელ იდეოლოგიურ მიმართულებას მიეკუთვნება და ასევე ზოგადად რა პრობლემაა დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაში იდეოლოგიური თვალსაზრისით. აი ამას მინდა რომ გავყვეთ. თავიდან დავიწყოთ საერთოდ რა არის იდეოლოგია და რისთვის არის საჭირო. ამ თემაზე უნდა ითქვას ის, რომ საერთოდ არ არის გამოსავალი რაღაცა კონკრეტული იდეოლოგიური მიმართულების მოძიებები ან რაღაც დაგუგლვა ან ასე შემდეგ. საჭიროა რომ გვესმოდეს სიღრმისეულად ზოგადად რას ნიშნავს იდეოლოგია და რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. იმას მინდა შევეხო ცოტა ფილოსოფიური კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ ნაკლებად არის ასეთი ტიპის თემატიკა საქართველოს რაც გადავხედე ყოველ შემთხვევაში არ შემხვედრია ასეთ თემებზე ბევრი საუბარი, რამდენიმე არის რა თქმა უნდა. და ჩემი აზრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, აი ასეთ თემებზე მინდა საუბარი დავსვათ ფილოსოფიური შეკითხვა. და შევეცადოთ დღევანდელ გადაცემაში გავცეთ პასუხი თუ რა პრობლემებია მაგ მიმართულებით საქართველოში. დღევანდელი გადაცემის თემა იქნება რა არის იდეოლოგია და საერთოდ რისთვის არის ის საჭირო? არის თუ არა საერთოდ საჭირო? მანამ დავიწყებ თემაზე გადასვლას, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ტელევიზია თავიდან ბოლომდე თქვენი დახმარებით ფუნქციონირებს, თქვენი შემოწირულობებით ეკრანზე გამოტანილი ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ რომ ჩარიცხოთ თანხა, ასევე მითითებულ ნომერზე, ტელეფონის ნომერზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ
პირადი გზავნილი ჩემს სახელზე და ესეც ასევე დაგვეხმარება. გადავიდეთ, მოდი, თემაზე, ჩემი აზრით ეს არის ის თემა, რომელიც აი ხა დღევანდელ გადაცემაში შევეცდები ამომწურავად, მაქსიმალურად მარტივი ენით, რომ ავხსნათ ზოგადად რა ვითარებაა იდეოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში, რომელი იდეოლოგიური მიმდინარეობებია აქტუალური, რომელი პოლიტიკური ძალა, რომელ იდეოლოგიურ მიმართულებას მიეკუთვნება და ასევე ზოგადად რა პრობლემაა დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ ვითარებაში იდეოლოგიური თვალსაზრისით. აი ამას მინდა რომ გავყვეთ. თავიდან დავიწყოთ საერთოდ რა არის იდეოლოგია და რისთვის არის საჭირო. ამ თემაზე უნდა ითქვას ის, რომ საერთოდ არ არის გამოსავალი რაღაცა კონკრეტული იდეოლოგიური მიმართულების მოძიებები ან რაღაც დაგუგლვა ან ასე შემდეგ. საჭიროა რომ გვესმოდეს სიღრმისეულად ზოგადად რას ნიშნავს იდეოლოგია და რა გავლენას ახდენს საზოგადოებას. არსებობს წარმოდგენა, რომ უარყოფით გავლენას ახდენს და არსებობს ისეთი წარმოდგენები, რომ საერთოდ იდეოლოგია ცუდია. ასეთი შეხედულებებიც არსებობს. მაგრამ დღევანდელ გადაცემაში ამომწურავი პასუხი გავცეთ რა ვითარება. მოდი დავიწყოთ იმით, რომ მოკლე განმარტებით დავიწყებ. იდეოლოგია არის იდეათა სისტემა, რომელიც განსაზღვრავს კოლექტიურ ცნობიერს და ქვეცნობიერს. ანუ ეს რას ნიშნავს? კოლექტიური პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკური სუბიექტი, ადამიანების ჯგუფი, ან სახელმწიფო, რომელიც რაღაც პოლიტიკურ სუბიექტს წარმოადგენს. მათ კოლექტიურ ცნობიერს განსაზღვრავს იდეოლოგია. რა მიაჩნიათ კოლექტივს კარგად, რა მიაჩნიათ ცუდად. რა შემთხვევაში ესა თუ ის მოვლენა მიიჩნევა მომგებიანად ამ კოლექტივისთვის, ან პირიქით წამგებიანად. აი ასეთი შეფასების კრიტერიუმებს ადგენს თავიდან ბოლომდე იდეოლოგია. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, იდეოლოგია რა არის, იცით? სახელმწიფოს ერთ მთლიანობაში აღებული, რო წარმოვიდგინოთ სახელმწიფო როგორც სხეული, იდეოლოგია იქნებოდა იმ სხეულის ცნობიერი. და იდეოლოგია განსაზღვრავს მაგალითად თუ კი ცალკე აღებულ სახელმწიფოს გულისხმობთ, განსაზღვრავს იმ სახელმწიფოს ინტერესებს. განსაზღვრავს თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი ის სახელმწიფო, როგორი პრინციპით უნდა იყოს აგებული სამართლიანობა და ასე შემდეგ. საერთოდ წარმოუდგენელია ნებისმიერი სახელმწიფოს გამართვა იდეოლოგიის გარეშე. იდეოლოგია იძლევა საშუალებას კოლექტივს აძლევს საშუალებას, რომ დაისახონ ერთობლივი რაღაცა ამოცანა და ერთობლივი კოლექტიური მეთოდებით გადაჭრა ნის. იდეოლოგიის გარეშე ადამიანები არიან ცალ-ცალკე ინდივიდები და როგორც კოლექტიური პოლიტიკური სუბიექტი ვერ მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, რა უნდა დავასკვნათ ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი სახელმწიფო, ნებისმიერი იმპერია თუ ნებისმიერი რაღაც პოლიტიკური ჯგუფი თავის თავში გულისხმობს იდეოლოგიას. იდეოლოგიის გარეშე არ არსებობს
პოლიტიკური მოქმედებები. თავისთავად ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა იდეოლოგია არის გამართული და სწორი და კარგი. იდეოლოგიები არის ძალიან ბევრი და სრულიად არანორმალურ ფორმებსაც აღწევს. და სრულიად რაღაც დამანგრეველ მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანები. შესაძლებელია იდეოლოგიის საფუძველზე ადამიანს თავისთვის არასასარგებლო ქმედებები გადაადგმევინონ, რაც თვითონ არ აწყობს, ეგ ნაბიჯები გადაადგმევინონ და წარმოიდგინოს, რომ პირიქით ამითი თვითონ ძალიან იხეირა. ამიტომ იდეოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს უნდა გვესმოდეს და ის ჩვენს გარშემო ყველგან არის. ამიტომ არის აი ახლა ამ გადაცემაში მინდა ვისაუბრო, ეს თემა ყველამ უნდა იცოდეს ნებისმიერმა მოქალაქემ, იმიტომ რომ თუ ასეთ თემებზე არ იფიქრა ადამიანმა, ადვილად არის ადამიანი მანიპულირებადი, მოტყუებადი ან შეცდომაში შეყვანადი. ესეთი საკითხები ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს საბაზისო დონეზე მაინც. მე ამიტომ მინდა რომ აი ამ თემაზე რაღაცა საფუძველი მოვნიშნოთ, ასე ვთქვათ. ეხლა ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს წარმოდგენა რაღაც უამრავი იდეოლოგიების და რომ გადახედო, მაგალითად პოლიტიკური ძალები ზოგი რას ამბობს, ზოგი რას იჩემებს და ასე შემდეგ, ეს საკითხი არის ბუნდოვანი და ძნელად გასაგები ხოლმე და არეულ დარეულია ერთმანეთში ესა თუ ის იდეოლოგია რას წარმოადგენს და ძალიან რაღაც მცდარი წარმოდგენები არსებობს ამ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში და არადა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ცალსახა რაღაც ხაზები გავავლოთ თუ რას ნიშნავს. აი ხა მაგალითად დღევანდელი ჩვენი მოცემულობა რო წარმოვიდგინოთ. საქართველო და საქართველოს იდეოლოგიური ფონი. საქართველოში რა იდეოლოგიური ფონი დომინირებს? აი მასზე მარტივი მოკლე პასუხი რო გავცვეთ, საქართველო არის ლიბერალური სახელმწიფო. და ამას რის საფუძველზე ვამბობ? საიდან მოვიფიქრე მე ის რომ საქართველოს ასეთ სახელმწიფოა, ამის არგუმენტი, ამასთან მივიდეთ, მოდით არგუმენტებით და ერთად გავიგებთ თუ რანაირად უნდა შევაფასოთ ესა თუ ის სახელმწიფო რომელი იდეოლოგიის წარმომადგენელია და ზოგადად რა ფონია სახელმწიფოში. აი მაგალითად ავიღოთ ასეთი მოცემულობა. არსებობს კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან ბევრი იდეოლოგია, მაგრამ აქტუალური იდეოლოგიები უნდა გამოვყოთ. აქტუალური იდეოლოგიური მიმდინარეობები. სინამდვილეში არსებობს ორი სიბრტყე, რომლითაც ჩვენ უნდა ამ საკითხს შევხვდეთ. არსებობს ფასეულობითი სიბრტყე იდეოლოგიის, რომელსაც ორი ძირითადი დღევანდელი მიმდინარეობა მიეკუთვნება. ეს არის ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი. და არსებობს უფლებრივი სიბრტყე, რომელსაც ასევე დღევანდელ მოცემულობაში ორი ძირითადი მიმდინარეობა მიეკუთვნება. ეს არის კაპიტალიზმი და სოციალიზმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ოთხი, რომელიც მოვნიშნეთ, ერთმანეთში არ აგვერიოს და ყველა სხვა იდეოლოგია, რომელიც გსმენიათ, სინამდვილეში ამ ოთხის კომბინაციისგან შედგება. ამ ოთხის რაღაც უფრო სხვადასხვა რაღაც მიმართულებით წასული იდეოლოგიებია, მაგრამ ძირითადი არის ეს ოთხი.
და როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი გასაგები გახდეს. ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი არის ურთიერთსაპირისპირო და კაპიტალიზმი და სოციალიზმიც არის ურთიერთსაპირისპირო. და რას გულისხმობს ახლა რა იგულისხმება ამაში? მოდით ვთქვათ, ჯერ დავიწყებ კაპიტალიზმით, სოციალიზმით. კაპიტალიზმი და სოციალიზმი არის ჩემი აზრით უფრო მარტივად გასაგები. არსებობს წარმოების საშუალებები, ხო? რაღაცა ქვეყანა რაღაცას აწარმოებს. ქვეყანაში არსებობს წარმოების საშუალებები და ადამიანები, რომლებიც წარმოების საშუალებებს ფლობენ, ისინი არიან კაპიტალისტები. ფლობენ ქვეყანაში საწარმოებს, რომლებიც დოვლად ქმნიან. და უფლებრივი თვალსაზრისით კაპიტალისტური იდეოლოგია საკითხს აყენებს ისე, რომ აი ეს კაპიტალისტები უნდა შეექმნას კარგი გარემო. ეხლა რა თქმა უნდა, ვამარტივებ. რა თქმა უნდა, ესე ორი სიტყვით ვცდილობ რომ გადმოვცემ. უფრო დაწვრილებითაც შეგვიძლია გავყოთ, მაგრამ მე ვცდილობ რომ ყველასთვის რაც შეიძლება მარტივად გასაგებიოთ. არსებობენ კაპიტალისტები, რომლების ირგვლივაც იქმნება უფლებრივი სისტემა. მათი ბიზნესი, ასე ვთქვათ, მათი საწარმო საშუალებებს რომ შეექმნათ უკეთესი გარემო, რათა უფრო მეტი ფულის და უფრო მეტი დოვლათის შექმნა შეძლონ, ამის ირგვლივ არის ინტერესები განხილული. ანუ ეს მიიჩნევა სიკეთეთ. კაპიტალისტური იდეოლოგიის თვალსაზრისით. ბიზნესის გარემო. აი ასე უნდა შევხედოთ. ძალიან კარგი ბიზნესის გარემო უნდა შეიქმნას, რათა ბიზნესმენებმა დიდი დოვლათი შექმნან და ასე ყველა გამდიდრდებით. გაჩნდება სამუშაო ადგილები, გაჩნდება რაღაც წარმოება და ასე შემდეგ. ეს არის კაპიტალისტური იდეოლოგია. სოციალისტური იდეოლოგია არის საპირისპირო. სოციალისტური იდეოლოგია თulis, რომ ბიზნეს გარემო უნდა შევკვეცოთ და ადამიანები, ვინც მუშაობენ ამა თუ იმ სფეროში, იმ ადამიანების პირობები უნდა გაიზარდოს. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოციალურად უფრო დაბალი ფენა უნდა მივცეთ სოციალური პირობები, რათა მათ უკეთესი გარემო ჰქონდეთ, რათა მათ უკეთესად შეძლონ ცხოვრების მოწყობა. ანუ აი უხეშად რომ ვთქვათ, მაგალითს მოვიყვან, კაპიტალისტს აწყობს, აი რაღაც ბიზნესმენს აწყობს, რომ რაც შეიძლება იაფად იმუშაოს სამსახურში, მის ფირმაში თანამშრომელი. ნებისმიერი დაქირავებული ადამიანი, რაც შეიძლება დაბალ ფასად რომ მუშაობდეს. მაგრამ თანამშრომელს, ვინც აყვანილია, იმას აწყობს, რომ პირიქით მაღალ ხელფასს უხდიდნენ, ხო? და ამიტომ ველური კაპიტალიზმის პირობებში, როგორიც აი თავიდან იყო, მაშინ საერთოდ არ არსებობდა არანაირი სოციალური დაცვის პირობები და ადამიანი რაზეც დათანხმდებოდა, რა ხელფასზეც დათანხმდებოდა, იმ ხელფასზე მუშაობდნენ და უცბად გააგდებდნენ, როცა მოეპრიანებოდა ბიზნესმენს, გააგდებდა და თუ ვიღაცას ეშინოდა სამსახურიდან გაგდების, მაშინ ითმენდა და იტანდა იმ სამსახურის პირობებს და ეგ ბიზნესისთვის რა თქმა უნდა ხელსაყრელი გარემო იყო და სოციალიზმი ცდილობს რომ მუშა კლასის პირობები გააუმჯობესოს და უფლება არ ქონდეს მაგალითად ბიზნესმენს რომ გააგდოს სამსახურიდან უმიზეზოდ. ან მაგალითად პოლიტიკური შეხედულებების გამო გაგდება არ შეიძლება თანამშრომლის. ესეც სოციალური ელემენტია.
სოციალური იდეოლოგიის ელემენტია. ან მაგალითად თუ ბოლომდე გავყევით სოციალიზმი ცდილობს რომ გაათანაბროს ადამიანები და არ არსებობდეს ესეთი სხვაობა ადამიანებში მდიდრები და ღარიბები ბიზნესმენები და რაღაც მუშათა კლასი და ასე შემდეგ. ამიტომ ურთიერთ საწინააღმდეგო იდეოლოგიებია სოციალიზმი, კაპიტალიზმი. და დღევანდელი გარემო ეს ორი ძირითადი მიმდინარეობაა, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ უფლებრივი თვალსაზრისით. არსებობს, აი მაგალითად წარმოვიდგინეთ ახლა არსებობს ფემინიზმი, არსებობს რაღაც ფაშიზმი და ასე შემდეგ, ეს მიმდინარეობებია, მაგრამ ეგ არის ფასეულობითი მიმდინარეობა, რომელზეც ახლა გადავალ. და რომელი 4-იც მოვნიშნეთ თავიდან იმ 4-ის კომბინაციას წარმოადგენს ყველა. აი მაგალითად, ფასეულობით იდეოლოგიებს რაც შეეხება, როგორც თქვით, ეს არის ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი. და რა არის ახლა მათ შორის განსხვავება და რას წარმოადგენს ისინი? კონსერვატიზმი არის კონსერვატიული იდეოლოგია არის აი ესეთი დეფინიცია რომ გავაკეთოთ. გრძელვადიან აი ეს დროში განვრცობილ პერიოდში რაღაცა ფასეულობები, რომელიც დაგროვდა ამა თუ იმ სახელმწიფოში ან ნებისმიერ რაღაც პოლიტიკურ ინდივიდს, რომელიც აქ დროთა განმავლობაში დაგროვილი რაღაც ფასეულობები, მათი შენარჩუნების და მათი შენახვის იდეოლოგია. ანუ კონსერვატიული იდეოლოგია საკითხს აყენებს ასე რომ თუ კი რაღაც ფასეულობებმა დროში გაძლო და ჩვენ დრომდე მოატანა, ესე იგი ის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა ჩვენი იდენტობისთვის, ჩვენი გადარჩენისთვის, იმისთვის რომ ჩვენ არსებობა გავაგრძელოთ მომავალში. ის უნდა შევინახოთ და უნდა ჩვენი მომავალი ვაშენოთ მაგ ფასეულობების გათვალისწინებით. ასეთ საკითხებს ანუ კონსერვატიული იდეოლოგიის დამახასიათებელი თვისებებია რელიგიური ფასეულობები, რომელიც საზოგადოებამ რაღაც ძალიან დიდი წლების მანძილზე იარსება ფასეულობები ქონდა რელიგიური. მათი შენახვა, ტრადიციების შენახვა, ეროვნული ფასეულობები, ეროვნული კულტურის შენახვა და ასე შემდეგ. აი ასეთი საკითხები და ზოგადად იდენტობას რაც ეხება, ეროვნული იდენტობას რაც ეხება, მასეთი საკითხების შენახვის იდეოლოგია არის კონსერვატიზმი. ხოლო ლიბერალური იდეოლოგია არის ამის საწინააღმდეგო. ლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით საზოგადოება უნდა განთავისუფლდეს დროში გავრცობილი ფასეულობები, რომლებითაც მოვიდა საზოგადოება, მათგან უნდა განთავისუფლდეს. და საერთოდ საკითხს უნდა შეხედოს ამ რეალობას და ფორმირება პოლიტიკური ვითარების უნდა მოახდინოს აი ასეთი რაღაცა ფასეულობებისგან განთავისუფლებულმა. და უნდა ისეთი გარემო შექმნას, რომ საზოგადოების წნეხისგან, რომელიც გულისხმობს იმას, რომ აი რაღაცა შევინახოთ რელიგიური ფასეულობები, შევინახოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა და ვინც ამას არ ინახავს, ხო, ის ცუდი ადამიანი მიგვაჩნია, ხო? ინდივიდის განთავისუფლება აი ამ წნეხისგან. ანუ ადამიანი, რომელსაც თქვათ, სხვა რაღაცა მიაჩნია, სხვა ფასეულობა
გონია, არ გონია თქვათ რაღაც კონკრეტული რელიგია, ფასეულობა, ან არ გონია თქვათ აი ქართული კულტურა, ფასეულობა, ხო? ცუდი ადამიანი რომ არ გამოდიოდეს ის. ამ წნეხისგან რომ განთავისუფლდეს სოციუმი, საზოგადოება და ადამიანს შეეძლოს რაც უნდა ის ფასეულობები ქონდეს. და ეს ფასეულობები არ აისახებოდეს მის აი ამ პოლიტიკურ მოწყობაზე. ეს არის რასაც ცდილობს ლიბერალიზმი. ანუ ურთიერთსაპირისპიროა ფასეულობების თვალსაზრისით. ლიბერალიზმი უფრო კონცენტრირებულია ინდივიდის თავისუფლებაზე და კონსერვატიული იდეოლოგია არის სოციუმის რაღაც პოლიტიკური სუბიექტის სახელმწიფოს რაც შეიძლება ძლიერ მდგომარეობაში დატოვებაზე და მაგის შენარჩუნებაზე. ამიტომ ეს არის საპირისპირო მიმართულებები. და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაც კონკრეტულ იდეოლოგიას, ეს არის ხოლმე კომბინაცია ფასეულობრივი და უფლებრივი იდეოლოგიების. მაგალითად, არსებობს კაპიტალისტური ლიბერალიზმი ან კონსერვატიზმი. არსებობს სოციალისტური. და ეს მიმდინარეობები ვლინდება ზოგი რაღაცა ძალიან ბევრი მიმდინარეობაა გაჩენილი, ზოგი საერთოდ აცელილია აი ამ 4 მოცემულობას, რომელიც ახლა გამოვკვეთეთ. ზოგი საერთოდ აცელილია ამ ყველაფერს და არანაირ ადეკვატურობის ფარგლებშიც არ არის. იმიტომ რომ ზოგადად უნდა გვესმოდეს, რომ იდეოლოგია არ არის მარტივი საკითხი და ადამიანები რაღაც ხშირად შეიძლება არაადეკვატურ შეხედულებებამდეც მივიდნენ. ამიტომ ეგეთებიც ხდება. მაგრამ რაც აქტუალურია და რაც რეალურად დღევანდელ მოცემულობაში ყველაზე ძლიერად მუშაობს, აი ეს მოცემულობა, რაც ახლა ავწერეთ და ისიც უნდა ითქვას, ზოგადად რა დატვირთვა აქვს ლიბერალურს და კონსერვატიულ მიმართულებებს და გლობალური მასშტაბით ესა თუ ის ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს, მაგას არ ჩამოვთვლი, მაგრამ თქვენ თვითონ რო ხვდებოდეთ, მაგისთვის რაღაც მონახას გავაკეთებ. საერთოდ ლიბერალიზმი გაჩნდა აი ესეთი კოლექტიური, მოდით რომ გავამარტივოთ და ისტორიაში ვარ გადავარდეთ. მოდით გავამარტივებ და ვიტყვით, რომ ევროპაში, როცა აი ეს კოლონიალური პერიოდი იყო, როცა ევროპა ის იმდენად ძლიერი იყო დანარჩენ დედამიწაზე, რომ გავლენა ჰქონდა მთელს მსოფლიოზე. იქ დადგა საკითხი ისე, რომ გავლენა სხვა ქვეყნებზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სიმდიდრე, ევროპაში ეგრე სიმდიდრე მოიხვეჭდა ევროპა დიდწილად. და ფასეულობების პრობლემა დადგა. აი მაგალითად ძველი მიდგომა როგორიც იყო რომის იმპერიაში, ხო? მაშინ იყო ის მიდგომა, რომ რომის იმპერია მიდიოდა სხვა ტერიტორიებიდან, მოქონდა სიმდიდრე და ჩაგრავდა. იმ ტერიტორიებს ჩაგრავდა. და დღევანდელ, რაც უფრო თანამედროვეობისკენ მოვდივართ, ეგრე საკითხის დაყენება თავიდან ეგრე დაიწყო, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ეს ინტელექტუალები და ფილოსოფოსები მაქსიმალურად ცდილობდნენ აი მაგ მოცემულობის აი ჰუმანიზებას და რაღაც უფრო მორალური გამართული ფორმის მიცემას. და ლიბერალიზმი გაჩნდა მაგ პერიოდში. ლიბერალიზმი გაჩნდა ასე, რომ როცა რაღაცა ძალა სხვა ქვეყანა მოდის შენთან გავლენას იპოვებს შენთან და
დიდწილად რაღაც რესურსები მიაქვს, მაგ სიტუაციაში კონსერვატიული იდეოლოგიები რა თქმა უნდა ებრძვის მას და რა თქმა უნდა ის არის უცხო სხეული. და ამიტომ გაჩნდა იმისი მოთხოვნილება და ასეთი დაკვეთა, რომ არსებობდეს მიდგომა, რომ სხვა ქვეყანაში როცა მიდიხარ, რათა გავლენა მოიპოვა, იმ ქვეყნისთვის თითქოს კარგი გინდა. ანუ იმ ქვეყანას ეუბნები, რომ არა მე რაღაც ყველასთვის რაღაც განთავისუფლება მინდა. მე მინდა რომ საერთოდ ეს რაღაც ძველი წარმოდგენები მოვიცილოთ და ახალი ფურცლიდან შევხედოთ ყველაფერს. და ეს ჩვენი რელიგიური წარმოდგენები ხელს გვიშლის. ეს ჩვენი ეროვნული ფასეულობები ხელს გვიშლის. მოდით მოვიშოროთ ეს ყველაფერი და უფრო გახსნილად შევხედოთ ამ ცხოვრებას. ანუ აქ რა არის იცით ნიშნულობა? ლიბერალიზმი არის გლობალისტური იდეოლოგია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ესმოდეს. ლიბერალიზმი ნიშნავს, რომ დასავლეთში გაჩნდა, რომელმაც ძალიან მთელი დედამიწაზე გავლენა მოიპოვა და გლობალისტური იდეოლოგია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ყველა უნდა ვიყოთ ასეთი შეხედვით, დავივიწყოთ ყველამ ეს ჩვენი წარსული, დავივიწყოთ ჩვენი ძველი ფასეულობები, ეგ ყველაფერი არის თქვენზე კონტროლისთვის იყო მოგონილი და მოდით გავთავისუფლდეთ ამისგან და ეს საჭიროა იმისთვის, რომ ადვილად შემოუშვა. აი, უხეშად როცა სხვა ქვეყანაში მიდის, ვთქვათ ამერიკა, ხო? მაგალითისთვის რო ავიღოთ ამერიკა, როცა სხვა ქვეყანაში მიდის, იქ ადგილობრივი მართლობა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას უწევს, ხო? მოსახლეობას თუ ლიბერალიზმს მიაწვდი, მაშინ ეტყვი, რომ შენი მთავრობა, შენ აკონტროლებს რაღაცა ძველი ფასეულობებით, რაღაცას თავს მოხვეული ფასეულობებით გაკონტროლებს. მე განთავისუფლებისთვის ვიბრძვი. და შენ მოდი განთავისუფლდი ამ შენი მთავრობისგან, შენი აი ამ მართველი ჯგუფისგან და ჩემსკენ გადმოდი. და როცა იდეოლოგიურად არ არის გამართული ესა თუ ის ქვეყანა, მაგას რა თქმა უნდა ახერხებს. ანუ როგორც თავიდან უკვე ვთქვით, იდეოლოგიის გარეშე კოლექტიურ სუბიექტს არ შეუძლია არსებობა. და თუ რაღაცა კრიზისშია, რომელიღაცა კულტურა, ან რომელიღაცა პოლიტიკური სუბიექტი იდეოლოგიური თვალსაზრისით სხვა იკავებს იმ ადამიანების ჯგუფის ცნობიერს და ასევე ქვეცნობიერს. სხვისი იდეოლოგია იკავებს და ეგრე გაჩნდა ლიბერალიზმი, ხოლო კონსერვატიზმი არის ეროვნული იდეოლოგია. ამიტომ კონსერვატიზმი არ არის გლობალისტური იდეოლოგია, რომელიცაც პრეტენზია აქვს, რომ მთელი დედამიწა რაღაცნაირად აი ასე უნდა ცხოვრობდეს. კონსერვატიზმი უყურებს საკითხს ასე. იქ სხვა ქვეყანაა, მათ სხვა წესები. იქ სხვანაირი კონსერვატიზმი. ჩვენ აი ეს პოლიტიკური სუბიექტი ვართ. ჩვენი ფასეულობები ეს არის. ანუ არ არის გლობალისტური. ხოლო ლიბერალიზმი არის გლობალისტური იდეოლოგია. აი ეს უნდა გვესმოდეს. როცა ჩვენ დღეს საქართველოში საუბრობთ პოლიტიკაზე, ასეთი საკითხების არ გათვალისწინებით და რაღაცა უბრალოდ აი ვინ რას ლაპარაკობს, რა ლოზუნგებს ისვრით, ასეთი რაღაცების არ გათვალისწინებით შეუძლებელია არჩევანის გაკეთება. სინამდვილეში შეცდომას დაუშვებთ. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვესმოდეს, ლიბერალიზმი, კაპიტალიზმი
ის ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, კაპიტალიზმი, სოციალიზმი. აი ეს უნდა გვესმოდეს. ორი სხვადასხვა სიბრტყეა. და არ უნდა აურიოთ ერთმანეთში. და ყველამ ჩვენში უნდა ჩავიხედოთ და უნდა ავირჩიოთ რა გვინდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჯერ რა გვინდა. როცა პოლიტიკოსი მოდის და რაღაცას გვთავაზობს, ეს უნდა გავატაროთ იმ პრიზმაში ჩვენ რა გვინდა და მანდიდან გამომდინარე გავაკეთოთ არჩევანი. თუ არ ვიცით რა გვინდა, თუ არ ვიცით საერთოდ რა ხდება ამ თვალსაზრისით, მაშინ ადვილია მანიპულირება ჩვენი, ადვილია ჩვენი მოტყუება. ადვილია გამოიყვანო ხალხი აქციაზე და მათივე საწინააღმდეგო საქმე აკეთებინო. რაც არ აწყობს თვითონ იმ ადამიანებს, ის გააკეთებინო. თუ არ იცის იმ ხალხმა რა უნდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა დალაგებული იდეოლოგიური შინაარსი შეიძინოს პოლიტიკა საქართველოში. არ შეიძლება რაღაც მივედმოვედოთ სხვადასხვა რაღაცას და რას აი რომ გავაგრძელოთ ეს ჩვენი თემა. მნიშვნელოვანი რა არის? თუ ადამიანების რაღაც ჯგუფი, სუბიექტი პოლიტიკური არ აქვს გამართული იდეოლოგია, როგორც ბოლოს სადამდეც მივედი ჩვენი მსჯელობით. მაშინ დიდი გამართული რაღაცა დიდი ძალა, გამართული იდეოლოგიით, როცა შეხებაში მოვა ჩვენთან, აუცილებლად დავიბნევით. თუ ჩვენი იდეოლოგია არ არის ჩამოყალიბებული და შეხებაში მოვა ჩამოყალიბებულ გამართულ დიდ ძალასთან, დავიბნევით. აი ხომ ყველას გვსმენია, რა გვჭირს ქართველებს? უნდა გამოუფხიზლდეთ. ამას ხო ყველა ვეთანხმებით. ყველა ხო ასე უყურებს. რა გვჭირს აი მაგ შეკითხვას თუ სვავთ? მაგაზე პასუხი ეს არის. ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული გამართული იდეოლოგია. ჩვენ არ შეგვიძლია კოლექტიური ამოცანები დავისახოთ და ერთიანად გადავჭრათ ისინი. ჩვენ ვართ დაბნეული, გაურკვეველი რა გვინდა და ამიტომ სუსტები ვართ. და დღეს რა მოცემულობა არის საქართველოში, ეგ რომ თქვათ, დღეს თავიდან ბოლომდე, დასავლეთის გავლენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე დიდწილად საქართველოში არის ლიბერალური იდეოლოგია. მე მესმის, რომ შეიძლება აქ ვიღაცამ თქვას, რომ არა რას ამბობ, მე არა ვარ, მე ვისაც ვიცნობ არ არის ლიბერალი. ეგ მაგას არ გულისხმობ. რომ ჩვენ ყველა უმეტესობა ლიბერალი, მაგას არ გულისხმობ. მე გულისხმობ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში განისაზღვრება ლიბერალური იდეოლოგიით. კოლექტიური ქვეცნობიერი და ცნობიერი საქართველოში არის ლიბერალური იდეოლოგიით განსაზღვრული. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. არსებობს კონსერვატიულიც, რომელიც არის სამწუხაროდ ჩამოუყალიბებელი და სამწუხაროდ უფრო სუსტი. და რას გულისხმობ, აი ამის მაგალითი მინდა მოვიყვანო, რას გულისხმობ ამაში? საქმე იმაშია, რომ საქართველოს აი დღეს რო შევხედოთ, რანაირი ქვეყანაა. საქართველო არის მაგალითად სახელმწიფო თანამდებობები არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს, ხო, საქართველოში. სახელმწიფო სტრუქტურა არის ფიქტიური. სახელმწიფო რაღაც მინისტრები, დეპუტატები
ასე შემდეგ მათი წონა პოლიტიკაში იმაზე ნაკლებია, ვიდრე მათ უკან მდგარი, თქვათ, ბიზნესმენების. სინამდვილეში თანამდებობა საქართველოში ნაკლებს ნიშნავს, ნაკლებ რაღაცას წარმოადგენს. ვიდრე აი ნებისმიერი სხვა რაღაც ქვეყანა რაც გახსენდებათ, ხო? იქ თანამდებობები როგორც წესი უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, ვიდრე საქართველოში. საქართველოში ეგ ფაქტი, რომ რაღაც სახელმწიფო სტრუქტურას ნაკლები წონა აქვს, ნაკლები დატვირთვა აქვს. ეგ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი კოლექტიური ცნობიერი მაგას არ ანიჭებს მნიშვნელობას. არა, მაგას ეგეგრე რომ არ არის, მაგაზე არ ნერვიულობთ. არ არის პრობლემა, იქ ვიღაც მთავარია, ვიღაც უკან მდგომი ხალხი ხო კარგად აკეთებს ყველაფერს. ნაკლები მნიშვნელობა აქვს თანამდებობებს. საერთოდ მეტიც, თანამდებობები არ ვარგა. ეგრეა დაყენებული საკითხი. ამიტომ სინამდვილეში ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც გარედან შემოდის, მის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა ძალიან გართულებული. ხალხმა არ იცის რა უნდა დაუპირისპიროს. აი შემოდის რაღაცა ისეთი ფასეულობათა წყობა, რომ გეუბნება, რომ განთავისუფლდი ამ შენი ძველი ფასეულობა, განთავისუფლდი. როცა არ გაქვს რაღაცა ფასეულობები განსაზღვრული, თან გამოცდილი დროში, რომ უკვე კულტურა დაგიმკვიდრდა. კულტურა გაქვს ჩამოყალიბებული სახელმწიფოები. მაშინ ძნელია დაუპირისპირდი აი ამ ხელა ძალას, როგორიც არის დასავლეთი. ჩვენი ამოცანა, ახლა მაგალითად საქართველოს ამოცანა არის ის, რომ ესეთი რაღაც საკითხები უფრო შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, უფრო ჩამოყალიბდეს. თუ გვინდა რომ გადავრჩეთ. თუ გვინდა რომ როგორც სუბიექტი კიდე გადავრჩეთ, როგორც ჩვენმა წინაპრებმა აქამდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა, კიდე რომ არსებობა შევწყვეტ. და პრობლემა რაში მდგომარეობს? აი ხა მაგალითად დღევანდელი ეს ვითარება, რომ კიდე ავხსენოთ, აი დღეს მოცემულობა, ხო, არჩევნები ჩატარდა, მე რაღაც ხალხი გამოდის. რა უნდა გვესმოდეს, იცით? აქციებზე ადამიანები ვინც გამოდიან, ის ადამიანები ხშირ შემთხვევაში თავის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. თვითონ რაც არ აწყობთ, თვითონ რომ შეიძლება დაიღუპოს. მასეთ რაღაცაში აქტიურობ. აი გამოდის ადამიანი, მაგალითად გამოდის და რაღაც ხვირპირი გაუერთიანეს, იმდენი ინერვიულა, რაღაცა პროტესტი და ცემეს, ხო? და ასისხლიანეს და რაღაცა წავიდა და მე რაღაც მაინც არ გავჩერდების ამბობს, ხო? ეგ პროცესი, ეგ ენერგია უნდა გვესმოდეს, რომ ვიღაცას აწყობს. ვიღაცამ დააორგანიზა, ვიღაცას აწყობს ეს პროცესი. და ასეთი მოვლენების მიმართ მოწყვლადი ვიქნებით, თუ იმაზე, რაზეც ეხლა მე ვსაუბრობ, იდეოლოგიურ საფუძველზე, თუ არ ჩამოვყალიბდით. აი დღეს მაგალითად რომ ჩართავთ ტელევიზორს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, საქართველოში ხო არსებობს აი რაღაც ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, ხო? ნებისმიერს რომ ჩართავ რაღაცას ლაპარაკობს, იქ როგორ შეიძლება ამის გაკეთება, რაღაც ჩვენ ამას არ ავიტანთ, ჩვენ აუცილებლად აი ამას შევცვლით, რაღაცა იქ ხელფასები იქნება ამდენი და ასე შემდეგ რაღაცებს ლაპარაკობს, მაგრამ თუ მოქალაქეებმა არ ისწავლეს პოლიტიკური ძალების იდეოლოგიის თვალსაზრისით გარჩევა, მაშინ ეს ყველაფერი, რასაც ლაპარაკობს პოლიტიკური ძალები, არის მხოლოდ რაღაცა დემაგოგია, ტყუილი,
და არანაირი ის არ არსებობს ხელმოსაჭიდი, რითიც ამომრჩეველმა მოქალაქემ უნდა განასხვაოს ისინი. ამიტომ სიამოვნებაში აი დღევანდელ გადაცემაში მოდით რაღაცა მონახაზი გავაკეთოთ, აი საქართველოში რა ფასეულობები, რა იდეოლოგია უნდა იყოს. როგორი იდეოლოგიით უნდა შევაფასოთ. რა გვაწყობს ჩვენ? საქართველოს რა აწყობს? აი ეს ხო უნდა იდეოლოგიურად გამოიკვეთოს. მოდით ამის რაღაცა მონახაზი გავაკეთოთ. აი ხა მაგალითად არსებობს ასეთი რაღაცა შეხედულებები, რომ აი ევროპული ფასეულობები მინდა. მე ევროპა ვარ. ვიღაც გამოდის და მე რაღაც ცივილიზაციის ნაწილი ვარ რაღაც ევროპის და ასე შემდეგ და ესეთი ლოზუნგებით, ესეთი იდეოლოგიური ლოზუნგებით მანიპულირება ხდება ხალხის და უზარმაზარი ენერგია იქმნება. და მოდით დავასახელოთ ჩვენ რა გვაწყობს. მოდით ვთქვათ, აი საქართველოს რა უნდა და რა აწყობს. და დავასახელოთ რაღაცა რთული, გართულებული ფილოსოფიით კი არა, ძალიან მარტივად, რაც ყველას ესმის. და აი ამ პრიზმაში გავატაროთ ყველაფერი. ნებისმიერი პოლიტიკოსის შემოთავაზება. ნებისმიერი გარე ძალა, რომელიც მოდის ჩვენთან და რაღაცას გვთავაზობს. ის შემოთავაზება კარგად მოგვეჩვენება თუ ცუდად მოგვეჩვენება, რაღაც პრიზმაში ხო უნდა გავატაროთ, ხო არ შეიძლება რაღაც უბრალოდ დაბნეულებმა ყველამ ცალ-ცალკე ვაფასოთ. უნდა არსებობდეს კოლექტიური ცნობიერი, რომელსაც სწორი ფასეულობათა სისტემა აქვს, რომელიც რაღაც შემოთავაზებას მარტივად ხარშავს და ხვდება აწყობს თუ არ აწყობს. ცალკეული ადამიანების მოსყიდვა რო ხდება, საქართველოში ხო ეგრე ხდება, ვიღაცებს მოისყიდიან ვიღაც ექსპერტებს, ტელევიზიებს და ისინი ლაპარაკობენ, ხალხო ეს გვაწყობს და რახან დაბნეულობა, რახან არავინ არის ის რა გვაწყობს, ხერხდება. შეცდომაში შეყვანა ხალხის. და თუ გვექნება რაღაცა გამართული ფასეულობები და სისტემა, მაშინ ჩვენი მოტყუება გაძნელდება. ამიტომ აი მოდით ვთქვათ, მარტივად ვთქვათ, რა გვინდა. პირველ რიგში მოდით აი თავიდან დავიწყოთ რა. პირველ რიგში უნდა ითქვას. ეთნოსი ქართველი არის ფასეულობა. ეს უნდა ცალსახად ითქვას. ასე უნდა დადგეს. ფასეულობაა და ეთნოსი, ქართველი ეთნოსი უნდა გადარჩეს და გამრავლდეს. ნებისმიერი რაღაცა, რასაც გვთავაზობენ, ამ პრიზმაში უნდა გავატაროთ. ქართული კულტურა არის ფასეულობა. ქართული კულტურა უნდა შენარჩუნდეს და განვითარდეს. ნებისმიერი რაღაცა, რასაც გვთავაზობენ, თუ ამასთან წინააღმდეგობაში მოდის, არ ვარგა. და ეს რაც ჩამოვთვალე. ეს ყველაფერი უნდა შენარჩუნდეს და განვითარდეს ქრისტიანული ფასეულობების ჩარჩოების დაცვით. ანუ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ აი ამ ფასეულობები, რაც დავასახელეთ, ამ ფასეულობების დაცვაში ადამიანობა. ჩვენ არ უნდა გავხდეთ არასამართლიანები. ჩვენ არ უნდა გავხდეთ არაადამიანები აი ამ ფასეულობების დაცვაში და უნდა შევინარჩუნოთ ადამიანურობა. ანუ ქრისტიანული მორალის ფარგლებში უნდა ჩავსვათ ეს ჩვენი ძალისხმევა. ეს არის რაც გვინდა.
და რაღაცა გაუგებარი ეგრეთ წოდებული ფასეულობები, რომლებითაც სხვა პოლიტიკური სუბიექტები ჩვენთან შეხებაში შემოდიან, უნდა გავატაროთ აი ამ პრიზმაში, რასაც ახლა ვლაპარაკობ. რა არის კარგი? რაც ჩვენ გაგვამრავლებს, რაც ჩვენს კულტურას განავითარებს. ეგ კარგია. მაგრამ თუ ჩვენ უნდა რაღაც ჩვენი კულტურა დავივიწყოთ, ჩვენი ფასეულობები დავივიწყოთ, ეგ არ არის კარგი. და ასეთი თვალსაზრისით რო შევხედოთ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში, ხო? აი, მოდით შევაფასოთ. მოდით რა პოლიტიკური ძალები არსებობს? არსებობს ქართული ოცნება, არსებობს ნაციონალური მოძრაობა, ლელო, კიდე ეს რაღაც ახალი ქვია, გვარამიას პარტია, გახარიას პარტია არსებობს, ხო? ჩვენც ვართ, გირჩიც არსებობს, ხო? რომელი პოლიტიკური ძალა რას აკეთებს? აი, რაც დღეს ვისაუბრეთ, რაც დღეს ვილაპარაკეთ, აი ამ გადმოსახედიდან, რომელი რას წარმოადგენს? მაგალითად რომ ავიღოთ ქართული ოცნება. ქართული ოცნება არის უკიდურესად კაპიტალისტური შეხედულებების ლიბერალური ძალა. მათ ეგრე სიამოვნებთ, აი ყველაზე კომფორტულად ისინი არიან, როცა კლასიკურ ლიბერალიზმს მიაკუთვნებენ ხოლმე თავის თავს. ქართული ოცნება არის ლიბერალური რაღაც კაპიტალისტური ძალა, რომელიც თვლის, რომ საქართველოში ეკლესიის ან რაღაც ეროვნული ფასეულობების მნიშვნელობა უნდა იყოს შეკვეცილი იმ დონემდე, რომ სახელმწიფო სისტემა ზეგავლენას ვერ ახდენდეს ეს ყველაფერი. ანუ სახელმწიფო სისტემა უნდა დომინირებდეს ეკლესიის მიმართ ან რაღაცა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების ან ეროვნული ფასეულობების მიმართ. თუ სახელმწიფომ გადაწყვიტა რაღაცა სხვა, რაც არ ჯდება, ვთქვათ, ჩვენს ტრადიციულ შეხედულებებში, ამის უნარი უნდა გქონდეს. აი ეგ არის ლიბერალური კლასიკური ლიბერალიზმი, მოდი ასე ვთქვათ. თანამედროვე ლიბერალიზმი უფრო შორს მიდის. კლასიკური ლიბერალიზმი რას ნიშნავს? კლასიკური ლიბერალიზმი არის ამ ყველაფერს ეკლესიას, რაღაც ტრადიციულ ფასეულობებს ტოვებს, მაგრამ შეკვეცილია ისინი სახელმწიფო სისტემასთან მიმართებაში. ანუ სახელმწიფო სისტემას უფრო შეუძლია რაღაცა სხვა რაღაც ნაბიჯი გადადგას და რომელიც არ შეესაბამება ვთქვათ ჩვენ რელიგიურ შეხედულებებს ან ჩვენს კულტურულ ფასეულობებს. მაგრამ ისინი მაინც არსებობენ. ჩვენი ფასეულობები, ჩვენი რელიგია არსებობს, მაგრამ შეკვეცილ მდგომარეობაში. ხოლო აი ეს დანარჩენი ოპოზიცია არის აი ნაციონალური მოძრაობა ეს ნუ ლელოც ქართული ოცნებასავით არის ლელოს და ქართულ ოცნებაში არ არის განსხვავება. მაგრამ აი ეს დანარჩენი ოპოზიცია გვარამია, რასაც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა, ну გახარიას საერთოდ მე მგონი არც აქ იდეოლოგია უბრალოდ ერთი პიროვნების ირგვლივ არის.
ისინი ყველანი არიან რაღაც უფრო ულტრალიბერალური ჯგუფები, რომლებიც თვლიან, რომ საერთოდ ქართული ფასეულობები, რომლებიც არის ტრადიციული, ეროვნული, რელიგიური და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. ეს ყველაფერი არის რაც ხელს გვიშლის დასავლეთთან ურთიერთობაში. ამ ყველაფრისგან უნდა გამთავისუფლდეთ იმისთვის, რომ ჩვენ ევროპელები გავხდეთ. ამას გვთავაზობს ევროპა, რომ ჩვენ გამთავისუფლდეს, ევროპა იმიტომ გვთავაზობს, რომ ჩვენზე გავლენა მოიპოვოს უფრო მეტი, მაგრამ ეს პოლიტიკური ძალები ეგრე აყენებენ საკითხს, რომ ჩვენ თუ გამთავისუფლდებით, ევროპა მიგვიღებს. ცალკე აღარ შევიდეთ იმის მსჯელობაში, რამდენად მიგვიღებს ან არ მიგვიღებს. მაგრამ ესენი არიან ლიბერალური და ასევე კაპიტალისტური ძალები. აი ეს, ოღონდ უბრალოდ განსხვავება ოცნებასა და მათ შორის ესენი უფრო ულტრა ლიბერალები არიან, ოცნება უფრო კლასიკური ლიბერალი. ორივე კაპიტალისტური ძალა. მაგალითად აი რო ავიღოთ კიდე რომელი ძალა, აი გირჩიც მაგალითად, ხო, გირჩი არის ყველაზე მეტად ვინც ცდილობს რაღაც იდეოლოგიაზე რო ილაპარაკოს, ყოველ შემთხვევაში იმ პოლიტიკური ჯგუფებიდან, რომელიც ახლა ვახსენე, ჩვენ გარდა, ჩვენც მე მგონი კიდე უფრო მეტად ვცდილობთ ვიდრე გირჩი. გირჩიც არის ლიბერალური კაპიტალისტური ძალა. გირჩი არის კი ეხლა მე მესმის აი ერთი რაღაცაა რომ შეცდომაში არავინ არ შევიდეს ეხლა რახან ტრამპმა გაიმარჯვა ტრამპი თავის თავს კონსერვატორად მიიჩნევს და აქაც პოპულარული გახდა ყველა კონსერვატიზმს გაიძახის საქართველოშიც და ეს სიტყვა პოპულარული გახდა და ნუ ეხლაც ალბათ რომ ვკითხოთ ბევრი იტყვის რომ მეც კონსერვატორი ვარ მაგრამ ეგ არ არის სინამდვილეში სიმართლე. სინამდვილეში ეგ ლიბერალური ძალებია და რატომ იძახიან ისინი რომ კონსერვატორები არიან, საქმე იმაშია რომ ამერიკის შემთხვევაში კონსერვატიზმი ცოტა სხვა რამეს ნიშნავს. როგორც თავიდან ახსენით, კონსერვატიული იდეოლოგია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რამ არის. იმიტომ რომ იმ კულტურის ფასეულობების შენარჩუნებას გულისხმობს და ამ შემთხვევაში ამერიკული კონსერვატიზმი, რასაც გულისხმობს თავის თავში დიდწილად აი ესეთ რაღაც კლასიკურ ლიბერალიზმს. უბრალოდ რაღაც უფრო მეტად კაპიტალისტური ნიშნებით. ეხანდელი ამერიკულისა უფრო სოციალიზმისკენ იხრება. ეხანდელი თანამედროვე ლიბერალები ამერიკაში სოციალიზმისკენ იხრებიან, ხოლო აი ტრამპის ფლანგი უფრო კაპიტალისტურ საწყისებზე დაბრუნებას გულისხმობს და აქაური ეს ლიბერალური ჯგუფები, რომლებიც იძახიან, რომ ჩვენს კონსერვატორი ვარ, გულისხმობენ ამერიკული ტიპის კონსერვატიზმს, რომელსაც საქართველოსთან ასეთი კავშირი არ აქვს ფასეულობითი თვალსაზრისით. და თან ეგ არის ასევე манипуляция. დიდწილად როცა ადამიანები გულისხმობენ კონსერვატიზმს, მაშინდელი ეს ფორმა იყო ეგეთი, რომ ნუ ამერიკაში აი ეს რაღაცა 50 წლის წინანდელი ამერიკის დაბრუნება სურვილი გაჩნდა, ხო? აი ტრამპი მაგას წარმოადგენს და მაგასთან რახან ახლა იქ გაიმარჯვა ამერიკას, მაგასთან დაახლოების ასეთი მცდელობაა, რომ თავის თავზე მიიწერონ სინამდვილეში, რასაც არ წარმოადგენს ესა თუ ის ძალა. ეხლა სინამდვილეში ნებისმიერი პოლიტიკური ძალა საქართველოში თავს იწონებს, რომ ტრამპის პოზიციას აჟღერებდა, ხო? მაგრამ იმიტომ რომ ამითი პოპულარული გახდა დასავლეთში ეს ყველაფერი და საქართველოს ხო დასავლეთის გავლენის ქვეშ არის და ამიტომ ეს პოლიტიკური ძალები ამას აკეთებენ. მაგრამ ჩვენ რო გარჩევა შეგვეძლოს, მოცემულობა ეგ არის, ლიბერალური ძალები, ეგ კაპიტალისტური
შინაარსით. ჩვენ მე ვიტყოდი, რომ განსხვავებული შემთხვევა ვართ რადიკალურად აი ამ პოლიტიკურ ძალებისგან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რეალურად კონსერვატიული ძალა. ჩვენს გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს ხალხი. მე იმის თქმა არ მინდა, რომ მარტო ჩვენ ვართ. მე ვიძახი, ვინც პარლამენტში მონაწილეობა მივიღეთ იმ პოლიტიკურ ძალებზე, მე სხვა ვინც არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა, იმათ გულისხმობთ, რომ ჩვენს გარდა კონსერვატორი, რა თქმა უნდა, არიან. ხო და ჩვენ ვართ რეალურად კონსერვატიული ძალა, რომელიც თვლით, რომ საქართველოში რელიგიური ფასეულობების, ეროვნული ფასეულობების და ასე შემდეგ ტრადიციების შენარჩუნება უნდა ვეცადოთ და დასავლეთის გავლენა ჩვენზე არის ამ ფასეულობებისთვის საშიში. ჩვენ ნებისმიერ მხარესთან სოფლიოში უნდა გქონდეს შეხება, მოლაპარაკებებიც, შეთავაზებებიც და ასე შემდეგ, თუ აი ეს ჩვენი იდეოლოგიური შინაარსი ხელშეუხებელი რჩება, თუ ჩვენ არ ვთმობთ ამას. მაშინ ყველას ნებისმიერ მოლაპარაკებაში შევიდეთ, თუ ეს არ გულისხმობს ჩვენი ფასეულობების დათმობას. და რაც შეეხება უფლებრივი თვალსაზრისით, ჩვენი შეხედულება არის, რომ ამ მოცემულობაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, უნდა იყოს დაბალანსებული მიდგომა. უნდა იყოს კაპიტალისტური ელემენტებიც და უნდა იყოს ასევე სოციალისტური ელემენტებიც. ანუ რაღაც დაბალანსებული ვერსიაა საჭირო. ადამიანს უნდა კონდეს რაღაც კერძო საკუთრება, ბიზნესის კეთების საშუალება, იმის რომ რაღაც მოგებაზე იზრუნოს და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური რაღაცა ასეთი ნორმები და რაღაც სტრუქტურა უნდა იყოს აწყობილი ისეთნაირად, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს უფრო რაღაც ხელსაყრელი პირობები აქვს შექმნილი. ანუ ჩვენ მაგ თვალსაზრისით არ მივეკუთვნებით რაღაც უკიდურესობებს. ჩვენ არც რაღაც სოციალისტები არა ვართ, რომელიც ჩვენ არ ვთვლით, რომ მთლიანად სოციალიზმით უნდა გაქრეს საერთოდ განსხვავება ადამიანების შესაძლებლობებს შორის. და არც კაპიტალისტები არა ვართ, რომ ვთვლიდეთ, რომ საერთოდ აი ვინც მუშაობს ადამიანებს, იმათ პირობებზე ნაკლებად ვიფიქროთ და ვინც დათანხმდება, დათანხმდეს და თუ გააგდებენ, გააგდონ. აი მასეთ მიდგომას არ ვემხრობთ. ჩემი აზრით და ჩვენი აზრით, ყველას აი ჩვენი პოლიტიკური ძალის აზრით უნდა იყოს დაბალანსებული, რაც ცალკე თემაა და ეს ამაზე ახლა ჩასვლა შორს წაგრობას. ეხლა ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი გამოგვივიდა საუბარი. არ ვიცი მე რამდენად ამომწურავად ახსენი, იმიტომ რომ ცოტა ვრცელი თემაა, რაც თავის თავში გულისხმობს ძალიან ბევრ კიდე თემების განშტოებას. მე შევეცადე, რომ ეს გადაცემა ყოფილიყო ერთი კრებითი ასეთი ამ თემის ირგვლივ საუბარი, რომელიც აი ნებისმიერ ადამიანს თქვენს გარშემო რომ ჩაუგდოთ ეს ვიდეო და აყურებინოთ, მაქსიმალურად რაღაცა საბაზისო ცოდნა რომ გაუჩნდეს რა ხდება საერთოდ იდეოლოგიური თვალსაზრისით და რა პრობლემებია დღევანდელ საქართველოში იდეოლოგიური თვალსაზრისით. მე შევეცადე ესეთი ზოგადი საუბარი ერთ გადაცემაში ჩამეტია. ამიტომ შეიძლება რაღაცეები ისი უფრო ჩაღრმავებად საჭირო იყოს, აქედან გამომდინარე გამომრჩა, მაგრამ შეგვიძლია მე სხვა გადაცემებშიც კიდევ უფრო დეტალურად ვილაპარაკოთ ამ თემაზე. თუ
ეხლა ჩვენ ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს შეკითხვებიც თუ არის რაღაც ჩვენ გადაცემაში არის ასეთი შესაძლებლობა დონაციის მეშვეობით შეკითხვები გამოაგზავნოთ ესეც გარკვეული ჩვენი ტელევიზიის დახმარების ფორმაა ეგ უნდა გესმოდეთ რომ ეს ფორმით თქვენ წვლილი შეგაქვთ იმაში რომ ჩვენ ფუნქციონირება გავაგრძელოთ და მაქსიმალურად ობიექტურად შევძლოთ მოგაწოდოთ ინფორმაცია და ნებისმიერ საკითხზე საუბარი შევძლოთ აი ამ ფორმატში ესეც ერთ-ერთი ასეთი თანადგომის და ჩვენი დახმარების ფორმაა ამიტომ თუ სურვილი არ გაქვთ შეგიძლიათ შეკითხვები გამოუშვათ მაგრამ მე მგონი ჯერ მანამ წამოვა შეკითხვები მე შევეცდები რომ იმაზე ვისაუბრო რა არის ზოგადად აი დღევანდელი საქართველოს პრობლემა დღევანდელი საქართველოს იდეოლოგიური თვალსაზრისით ვითარება საქართველოში როგორც თქვით არის იდეოლოგიური დომინირება ლიბერალური იდეოლოგიის და მეორე მხრივ არის აი ასეთი პრობლემა რომ ძალიან აცდენილი შეხედულებებია კოლექტიური ცნობიერის თვალსაზრისით რომელსაც რას გულისხმობ იცით არსებობს ასეთი ტოტალური საფრთხის განცდა საქართველოში რაც თავისთავად ხადია ობიექტური მოცემულობა საფრთხე მართლა გვემუქრება პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენს გარშემო არიან გაცილებით დიდი ძალები დიდი პოლიტიკური სუბიექტები და დიდი ქვეყნები რომლიდანაც მომდინარეობს საფრთხე და ეს საფრთხის განცდა განსაზღვრავს ჩვენს კოლექტიურ ცნობიერს და ამ საფრთხის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტებს გვთავაზობენ ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფები. ძირითადად ჩვენს ქვეყანაში ლიბერალიზმი დომინირებს იმიტომ, რომ ის საფრთხე, რომელსაც საქართველოს განიცდის, ეს კოლექტიურად ამ საფრთხის მოგვარების ვარიანტად არის წარმოდგენილი ის, რომ დასავლეთი დაგვიცავს. საქართველოს იქიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურად და სრულიად გასაგები მიზეზის გამო თulis რომ საშიშია გარემო და ჭირდება ამ საშიშროების მოგვარება. აქედან გამომდინარე პოლიტიკოსები სთავაზობენ ხალხს, გამოსავალს ასეთნაირად, რომ ეუბნებიან, რომ ხო გეშინია. მე ამირჩიე აი ეს ლიბერალური პოლიტიკოსები ასე რა მე ამირჩიე და დასავლეთი დაგვიცავს. მე მოველაპარაკები დასავლეთს და დასავლეთი დაგვიცავს. და იქიდან გამომდინარე რომ შიშის შეგრძნება მართლაც არსებობს და დომინირებს, აქედან გამომდინარე კოლექტიური ცნობიერი მაგ გამოსავალს ირჩევს. არსებობს ასევე სხვა მიმართულება, რომლებიც ახერხებენ ეგრეთ დაყენებას საკითხის, რომ არსებობს რაღაცა საქართველოში ჯგუფი ან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ამ საშიშროებაში, რომელსაც ჩვენ ვიმყოფებით, იმდენად ეფექტურად ლავირებენ, რომ გადავრჩებით. საკითხის ასე დაყენებაც არსებობს. ეს არის მეორე მიმართულება. საქართველოში არსებობს, აი სხვათა შორის შევარდნაძის დროიდან არის ეგ ეს ფორმა იდეოლოგიური, ეს ცნობიერი შევარდნაძის დროიდან მოყვება, რომ აი ამ ადამიანმა რაღაცა ლავირება იცის და ამ ადამიანს რაღაც ნაცნობობა აქვს და
თელი რაღაც ექსპერტების და ტელევიზიების სისტემა არსებობს, რომელიც მაგ წარმოდგენას აღვივებს. და გამოსავლად სთავაზობენ მოსახლეობას იმას, რომ აი არ დაუშვათ შეცდომა და ამ ადამიანების მაგივრად სხვა არ აირჩიოთ, თორე დავიღუპებით. აი ამ ადამიანებზე დგას ხალხო. თორე ეს ხალხი რომ არა დავიღუპებით და თქვენი ბრალი იქნება. აი ასეა დაყენებული საკითხი და ესეც მეორე მიმართულება. ანუ არსებობს დასავლეთი დაგვიცავს და არსებობს ვიღაც ადამიანები, რომლებიც თუ არ აირჩია ხალხმა, დაიღუპება საქართველოს. ეს არის იდეოლოგიური პრობლემა საქართველოსი, აი ახლა რაც აღწევ. ეს არის მოცემულობა, რომლითაც მოსახლეობის მანიპულირება არის ძალიან ადვილი. ძალიან ადვილია მოსახლეობა მოატყუო რაღაცაში და გამოიყენო. აი ამ მოცემულობაში რასაც აღწერეთ. ჩვენი ამოცანა და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ აი ეს ვითარება, რაც არის გამოსავალი, ну რიცით ფაქტია, რომ პატარა ქვეყანა ვართ და მართლა დიდ ქვეყნებთან შეხებაში რომ მოვიდეთ, საფრთხის შემცველია, გამოსავალი მოძებნოთ და გამოსავალი უნდა იყოს კოლექტიური ცნობიერის და ფასეულობების სისტემის გამართვა. ეს არის გამოსავალი. გამოსავალი უნდა იყოს ჩვენი თავის იმედი იმ თვალსაზრისით, რომ შეხებაში რომ მოვდივართ ვიღაცასთან, დიდ ძალასთან, არ ვიბნევით, ვერ გვაბნევს ის და ჩვენს საწინააღმდეგოდ მანიპულირებას ვერ ახდენს საზოგადოების ნაწილი. აი ეს არის გამოსავალი. ამის გამართვა არის უდიდესი საქმე. აი ამ იდეოლოგიის გამართვა. და აქეთ ნაბიჯები არის გადასადგმელი. რასაც ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ. მე მაგალითად მაგიტომ მიმაჩნია, რომ ახლა ჩვენი საუბარი შეიძლება ვიღაცისთვის ნაკლებად საინტერესო იყოს, შეიძლება ნაკლებად სახალისო იყოს, მაგრამ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, შეიძლება ნაკლებად სახალისოა, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია სხვა თემებთან შედარებით. ეს პრობლემა თუ არ მოვაგვარეთ, ცუდად გაგვიჭირდება ძალიან შემდეგ ეტაპზე გადასვლას და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკაში, არჩევნებზე, აქცია იქნება, პროტესტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური მოვლენა. მეტად იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული პოზიციები. მეტად გამართული ფასეულობათა სისტემა. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით როგორც ქვეყანა უფრო შევდგეთ და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. აი შეკითხვაზე რა გვჭირს, რატომ ვერ ვხიზლდებით? ეს გვჭირს. აი რომ გამოვკვეთოთ რა გვჭირს, ეს არის მიზეზი. და არ შეიძლება ამ მიზეზის აგდებულად შეხედვა. არ შეიძლება ამ მიზეზისთვის ყურადღების არ მიქცევა. ამიტომ ჩემი აზრით კიდე მომავალშიც კარგი იქნება, რომ გავაგრძელოთ საუბარი ამ თემებზე. თუ შეკითხვები არის ერთი წამით, ახლა ვნახავ. ჩემი აზრით ერთი ასეთი აზრი მაქვს, რომ
ეს გადაცემა იყოს ნაკლებად შეკითხვებზე ორიენტირებული, ეგრე ჩავთვალე მე, იმიტომ რომ მინდოდა რომ ეს გადაცემას ცოტა ეგეთი დატვირთვა ქონოდა, რომ მომავალშიც რომ ნახავს ადამიანები. უფრო ისეთი ფორმატი ყოფილიყო, რომ ნაკლებად იყოს პირდაპირ ეთერზე გათვლილი და მეტად იყოს რაღაც ზოგადად ნებისმიერ დროს ყურებადი, რაც არ უნდა დრო გავიდეს, მაშინაც რო უყუროს ადამიანმა საყურებლად რო გამოდგებოდეს ეგეთი ფორმატი შევეცადე და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცები ხა გამომრჩა, იმიტომ რომ არ მქონდა რაღაც მომზადების დრო, მე პირდაპირ ხა მოვედი და ვისაუბრე ამ თემაზე და იმედი მაქვს, რომ საქართველოში ეს თემატიკა უფრო რაღაც შემდეგ დისკუსიებსაც გამოიწვევს და კარგია ზოგადად ის პროცესი, რომ ახლა მაგალითად ვიღაცა თუ რამეში არ მეთანხმება, ან თუ თulis, რომ რაღაც საქართველოში ძალიან გამართული იდეოლოგიური ვითარებაა და დისკუსია ზოგადად ამ მიმართულებით კარგია, რომ ყველამ დაიწყოს. ამ თემაზე საუბარი არის კარგი საქმე. ამ თემაზე რაღაცაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. იმიტომ რომ ჩამოუყალიბებელი მდგომარეობა ძალიან ძვირად გვიჯდება და გაგრძელდება ეს მოცემულობა ეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის რომელსაც რომ ვუყურებთ გამოსავალი თითქოს არ ჩანს, ეს გაგრძელდება დაუმთავრებლად თუ აი ამ გამოსავალს არ ვიპოვით. მაშინ ეხლა ჩვენ ეს შეკითხვები როგორც თქვით, მოდით დღეს არ იმას ავქნათ შეკითხვები დღევანდელ გადაცემაში და შემდეგ გადაცემაში ცოტა სხვა ფორმატი მოუძებნოთ და იქ კი ბატონო გავაგრძელებ ისევ შეკითხვების ფორმით დღეს დაგემშვიდობებით და მინდა საბოლოოს რომ გითხრათ ხუთშაბათობით იქნება ჩემი გადაცემა ხოლმე ირაკლი მარტინენკოს ხედვა, სადაც სხვადასხვა ფორმატი შეიძლება იყოს, შეიძლება ინტერვიუს ფორმატში იყოს, შეიძლება ასე მე ვილაპარაკო, იქიდან გამომდინარე რა თემებზე იქნება საუბარი, რომელი ფორმატი უფრო მოუხდება, მანდიდან გამომდინარე შევარჩევ ხოლმე და ასე ყველას ვისაც მოსმენა გინდათ კონკრეტულად ჩემი ხედვის ამა თუ იმ მოვლენაზე შეგიძლიათ ხუთშაბათს 9 საათზე საღამოს უყუროთ ჩემ გადაცემას. ეხლა დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.